მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეის კანაში და იესოს დედაც იქ იყო. იესო და მისი მოწაფეებიც იყვნენ მიწვეულნი ქორწილში. როცა ღვინო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას. ღვინო აღარა აქვთ. იესომ უთხრა მას. რა გინდა ჩემგან დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგა. დედამისმა უთხრა მსახურებს. გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით. იქ იყო 6 ქვის ჭურჭელი იუდეველთა საწესო განწმენდისათვის. თითოში 2 ან 3 საწყავული ჩადიოდა. უთხრა მათ იესომ. აავსეთ წყლით ეგ ჭურჭლები. და მათაც აავსეს პირთამდე. უთხრა მათ. ახლა ამოიღეთ და მიართვით სუფრის გამრიგეს. და მიართვეს. როდესაც სუფრის გამრიგემ გებო უნახა ღვინოთ ქცეულ წყალს, არ იცოდა საიდან იყო ეს. იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც ამოიღეს წყალი. მაშინ სუფრის გამრიგემ დაუძახა ნეფეს და უთხრა. ყველა კაცი ჯერ კარგ ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა შეთვრებიან, დარეს. შენ კი აქამდე ინახავდი კარგ ღვინოს. ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება. და ირწმუნეს მისმა მოწაფეებმა. ამის შემდეგ ჩავიდა კაპერნაუმს ის და დედამისი, ძმები და მისი მოწაფეები. და იქ დარჩა რამდენიმე დღეს.